დაატრიალა, გაუშვა პირდაპირ კარის ჩარჩოში, თუმცა სიაპანაუ გულს დაეუფლა. პირველი კარში ზუსტი დარტყმის ავტორი დღევანდელ მატჩის 38 წუთში არის დაჩი ცნობილაძე. გოგნაძე დაბალი პასი და აი ეს იყო სახიფათო მომენტი. აი ეს იყო მომენტი, სადაც შეეძლო თელავს ანგარიშის გახსნა. ახერხა გოგნაძემ ბურთის დაბრუნება და შენარჩუნება თელავისთვის, ჩაუშვეს საჯარიმოში, აი მომენტი. აი ხიფათი გაგრას კართან. თუმცა ბაშელეიშვილის თელავში დაბრუნებული ფეხბურთელის დარტყმა არ აღმოჩნდა ზუსტი. პედრო ბორჟესი გაისწორა სამიზნე და გაიტანა გოლი. მთელი მატჩია პედრო ბორჟესი ცდილობს რომ დაარტყას ზუსტად, რამდენიმე ნახევარ მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯერ ერთი ამხელა სივრცე აქამდე არ დარჩენია, მერე მეორე ასე კარგად აქამდე არ შეუსრულებია, ახლა შეძლო და გახსნა ანგარიში ჩვენს დღევანდელ შეხვედრაში ბრაზილიური ტრიოდან ერთ-ერთმა და ყველაზე ახალგაზრდამ 19 წლის პედრო ბორჟესმა, რომელიც ამ სეზონში მეოთხე გოლის გამტანი ხდება. კიდევ ერთი დარტყმა და გადარჩა თელავი, გადაარჩინა ხარიხამ ნადარეიშვილის დარტყმის შემდეგ. წინვალე შანსი ჰქონდა. გაგრას მეორე ტაიმში აშკარად გაიხსნა თამაში, აშკარად მოუმატა გაგრამ, შექმნა მომენტები და გამოიყენა კიდეც. გოგნაძე აჩქარდა დაბალი პასი, იობაშვილი მშვენიერი გატარება, ბაშელეიშვილი დარტყმა მოიგერია. სიაპანაუმ, გოგნაძე, იობაშვილი, აი თელაველთა მომენტი მათ მეორე ტაიმში და საერთოდ შეხვედრაში ასეთი სახიფათო მომენტი არ ქონიათ, კარგი კომბინაცია იყო და ბაშელეიშვილის დარტყმა უკვე მოიგერია დევდარიანი და ისევ რამა სიაპანაუ რუმინელმა მეკარემ იხსნა გაგრა. მოუმატა თელავმა, შექმნა მოკლე მონაკვეთში ორი სახიფათო მომენტი. ხარებაშვილის საჯარიმოშია, რამდენიმე ვარიანტი აქვს, თავად ხომ არ დაარტყამს, ეიწია ცენტრში დაარტყა და თანდილაშვილმა მოიგერია. შემდეგ თელაველებმა გაიქცათ და გაგრა მოაწვდის აუტს. ჩაწოდება დარტყმა კარისკენ და აგერ რა გოლი შეაგდო. ხარებაშვილმა რამდენი შანსი ჰქონდა დღეს. თითქოს გაცილებით უფრო მარტივი სიტუაციებიდან მას უნდა გაეტანა გოლი, ეს არ გამოუვიდა და აქ კი შეაგდო ულამაზესი გოლი თავით კარისკენ ზურგით მდგომმა, ისე რომ არც გაუხედავს. შემდეგ სიმბოლური აღნიშვნა. გიორგი ხარებაშვილი გამორჩეული მეგოლე ჩვენი ჩემპიონატის, ოღონდ განსაკუთრებით კრისტალბათ ეროვნული ლიგა 2-ში. დაბალი პასი საჯარიმოში. დარტყმა და გავიდა გოლი, თანაც როგორი ლამაზი დამაჯერებელი გამარჯვებას იზეიმებს გაგრა და ამ გოლის გატანას ახერხებს ცვლებაზე შემოსული ახალგაზრდა ფეხბურთელი ილია კაციაშვილი 18 წლის, რომელსაც კრისტალბათ ეროვნულ ლიგაში ქვეყნის რანგით ყველაზე მაღალ პროფესიონალურ ლიგაში აქვს სულ რაღაც მეხუთე მატჩი.